ლაილაი წარმოგიდგენთ პროგრამას ინფორმატორი. საღამო მშვიდობისა, დაიწყო ახალი კვირა და 15 სექტემბერს მომხდარი საინტერესო სიახლეების შესახებ ეთერშია პროგრამა ინფორმატორი ლაილაისთან ერთად. ქალაქ რუსთავში გაიხსნა თეატრალური ფესტივალი ოქროს ნიღაბი, რომელიც უკვე მეხუთედ იმართება. წელს ფესტივალზე სიახლეც დაინერგა. თეატრის შენობაში გაიხსნა გრან-პრის მფლობელი თეატრების ვარსკვლავები, ორი მარჯანიშვილის და ერთიც რუსთაველის თეატრის. როგორც ორგანიზატორები გვპირდებიან, ფესტივალზე ბევრი სხვა საინტერესო სიახლეცაა მოსალოდნელი. თავისთავად ფესტივალი არის დღესასწაული და რა თქმა უნდა ყველასთვის და განსაკუთრებით მსახიობისთვის დღესასწაული ყოველთვის არის დიდი სიხარული და ბედნიერება. მსახიობის არსი ცხოვრების არის დღესასწაული. ტოლვა ყოველ შემთხვევაში დღესასწაულისკენ. ძალიან მადლობლები ვართ, რომ აი რუსთავმა სწორედ აი ესეთი ოქროს ნიღაბი მოიფიქრა და დღესასწაულები შექმნა. ამისათვის უდიდესი მადლობა. რა თქმა უნდა ვღელავთ, იმიტომ რომ ჩვენი სპექტაკლები იქნება, ყველას გვინდა ოქროს ნიღაბი, ყველა ოცნებობს ამაზე და მე მინდა რომ ვინც კი იმსახურებს ობიექტურად, აი მან მიიღოს ეს ოქროს ნიღაბი. თავისთავად ფაქტი ის, რომ თეატრალური ფესტივალი უკვე მეხუთედ იმართება ამ ქალაქში, ეს უკვე იმას ნიშნავს, რომ ფესტივალს ოქროს ნიღაბს უკვე თავისი გარკვეული პატარა ისტორიაც აქვს და თავისი ავტორიტეტიც. აქ არის მთლიანად მთელი ქართული თეატრი. მთელი ქართული თეატრის დათვალიერება მიდის და არა მარტო დათვალიერება, შეფასება მიდის. ეს არ შეიძლება ვიღაცას გული დაწყდეს, ვერაფერი ვერ აიღოს, მაგრამ აქ ხდება ქართული თეატრის ტენდენციის, ფორმის 21 საუკუნის რა ქართული თეატრი გვექნება, რა ახალი ფორმები. მე ყოველ შემთხვევაში ესე ვუდგები ამ ფესტივალს. დროს რა უთხრა, დროს თორე ჩვენ საერთაშორისო ფესტივალი კი ქვია, მაგრამ ხო ვერ ვახერხებთ რა. აი ამას რომ მოვახერხებთ, მაშინ იქნება რომ რა ხდება მსოფლიოში, იმან ცოტა გაგვამდე დროს. პასუხად აღნიშნა ჩვენი საუკეთესო სპექტაკლები. კვლავ გაგზავნილი იყოს ჩვენმა შვილიშვილებმა მაინც დაამთავრეს. ფესტივალი ნამდვილად გამოირჩევა საქართველოს საფესტივალო ცხოვრებაში. იგი არის ძალზე პრესტიჟული და ავტორიტეტული ქართული თეატრალური კოლექტივებისათვის და ძალიან დიდ საქმეს აკეთებს მართლაც. ჩვენ რაღაც პერიოდის შემდეგ არც ისე სიმპათიით გვეპყრობა მაყურებელი. მე არ ვიძახი იმ ხალხს, ვინც ადის ჩვენ სპექტაკლებზე. რატო ხდება ეს მე ვერ დავადგინე და როგორ არა მე მინდა რომ ჩვენ ავიღოთ რა თავარი პრიზი და ნახოთ რაც იქნება. ფესტივალის გახსნას ფესტივალის გახსნას დაიწყო ჩემთვის იმპოსიბლი. ვარსკვლავებს ხშირად და ბევრი რამ ხსნიან. არის გახსნა, აი ვარსკვლავს გახსნა. ხსნიან გახსნა ვარსკვლავს. მოხსნა
პირდაპირი და გადატანითი მნიშვნელობითაც დიდი ხნის ნანატრი პატარა ლამის 10 თვის თავზე მოევლინა სამყაროს. მისი ვარსკვლავი დედა ვერიკო ტურაშვილი მთელი ამ თვეების მანძილზე აქტიურად მოღვაწეობდა შოუ-ბიზნესის არენაზე. ის კი არა მშობიარობის პროცესი ლამის საკუთარი კლიპის პრეზენტაციას დაამთხვია. მოკლედ დიდი ხნის ლოდინის შემდეგ მომღერალი ვერიკო ტურაშვილი პატარა ლიზის დედაა. მაესტრო ულოცავს მას ამ ღირსშესანიშნავ მოვლენას. იმშობიარა საკმაოდ კარგად, ფიზიოლოგიურად გააჩინა შესანიშნავი გოგო 3 კილო და 650 ყოველგვარი გართულების გარეშე. კლუბ 16 რაუნდში Africa Celtic Zona 2 გაიმართა. ჩვენს მუდმივ მაყურებელს კარგად ახსოვს, რომ ეს პროექტი 16 რაუნდში უკვე განხორციელდა და იმდენად დიდი მოწონება დაიმსახურა, რომ მისი განმეორება გადაწყვიტეს. ვნახოთ სიუჟეტი. როგორც თქვენ მიხსენებთ, ჩვენ ახლა კლუბ 16 რაუნდში, სადაც სულ ცოტა ხანში დაიწყება Afro Celtic Party და მიუხედავად იმისა, რომ საკმაოდ ცივა ხალხს ეს არ აშინებს და იმატებს ნელ-ნელა ნაკადი და მოდის ხალხი. ასე რომ ნახოთ რა მოხდება. აფრიკული მუსიკა ალბათ არის დიდი სივრცე. იმიტომაც გავაკეთეთ ღია დარბაზში 16 რაუნდში, რა ეს სივრცეს გრძნობა იყოს. 16 რაუნდში არის Afro Celtic Party, რომელიც მოამზადა დათო ნადარეიშვილმა, პროდიუსერმა. მე ვფიქრობ, რომ ძალიან საინტერესო რაღაცა ეს არის აფრიკული მუსიკა, აფრიკული რითმები, რაღაც კელტური მუსიკის რაღაც ნაზავია რა. და თორსე პროექტის ავტორი არის თამუნა მაღალაშვილი, ანდრეი და ამერთან ერთად. ორივე ძალიან კაი შემსრულებლები არიან ჩემი აზრით. წლის 15 სექტემბერს დაარსდა პირველი დამოუკიდებელი რადიოსადგური საქართველოში, რომელსაც დაერქვა პირველი რადიო, ანუ რადიო 106, იმიტომ რომ მდებარეობს FM დიაპაზონის 106-სა და 4-ზე. 15 სექტემბერს ეს რადიო გახდა 9 წლის და ამ იუბილეს აღნიშნავთ ამჟამად ჩვენ ზუსტად პირველი რადიო სტუდიაში. გახლავართ ლულუ და მინდა ვთქვა, რომ ტრადიცია არსებობს რადიოს ის, რომ მთელი დღის განმავლობაში, ანუ 15 სექტემბერს აქ ის ადამიანები მოდიან, ვისაც ოდესმე უმუშავია ამ რადიოს სადგურში. შეიძლება 5 წელი არ არიან ამყოფი, მაგრამ აი დღეს მოვლენ და ირიჯევებენ აუცილებლად. ასე რომ დაველოდოთ, ველოდებით ყველას.
თავიდან, როდესაც რადიო მაუწყებლობა დაიწყო, ეთერში მუშაობდნენ დამფუძნებლები, ვინც იყვნენ ეს ლევანიაშვილი, ზურაბ ჭელიძე, ნიკო შაჩხეიძე და მე ნელა-ნელა ამ FM-ზე რაღაც ქართული ხმის გამოჩენა, ქართულად მეტყული ხმის გამოჩენა, მე ინტერესი აღზრა ბევრ ადამიანში და აღმოჩნდა, რომ ბევრს ჰქონდა თურმე სურვილი, რომ ასეთ რადიოში ემუშავა და ეს ბევრი მოდიოდა და იქიდან რაღაც ნაწილი რჩებოდა. მე ეს ნაწილი მიდიოდა ვერ სხვა და ესე სულ ასე ვთქვათ, სისხლის გადასხმა სულ მიმდინარეობს და ესე ცოცხალ ორგანიზმად რჩება ეს რადიო. ჯგუფი მოლოკო თავისი ახალი სიმღერით Forevermore ახალი ალბომიდან Statues 5 საათი და 9 წუთი დედაქალაქში უსმენთ ყველა დროის საუკეთესო მუსიკას პირველ დამოუკიდებელ რადიო სადგურს საქართველოში და რა თქმა უნდა აღნიშნოთ კიდევაც პირველი რადიოს დაბადების დღეს ჯერჯერობით ლულუსთან ერთად მოგვიანებით ძალიან კარგი ხალხი შემოგვიერთდება ასე რომ დავალოდოთ მათაც. ლაილაი წარმოგიდგენთ პროგრამას ინფორმატორი.